ჩინელებმა არ იკმარეს თორიუმის მარაგები და მათ უკიდეგანო ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს გიგანტური, თან მაღალი ხარისხის ოქროს საბადო, რომელიც შეიცავს დაახლოებით 1100 ტონა ძვირფას ლითონს. აღმოჩენა უკვე შეფასდა და მის სავარაუდო ღირებულება 83 მილიარდი დოლარია, ეს არის 600 მილიარდი იუანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილი შეიძლება იყოს, როგორ გითხრათ, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ოქროს საბადო, რომელიც ოდესმე კი აღმოჩენილა. საუბარია ჰუნანის პროვინციაზე, რომლის გეოლოგიური ბიუროს განცხადებით, ოქროს დამატებითი რეზერვების აღმოჩენა შესაძლებელია 3 კილომეტრამდე სიღრმეზე. 3D მოდელირებით წარმოებული კვლევით ნავარაუდევია, რომ მხოლოდ ერთ გარკვეულ მონაკვეთზე სიღრმეში შესაძლოა 300 ტონა ოქრო იყოს. ხილული ოქრო აღმოჩენილია მრავალი გაბურღული კლდის ბირთვში. ეს თირამ ბრძანა ამ გეოლოგიური ბიუროს მაძიებელმა ჩენ რულინმა ამბობენ პატიოსანი კაცია და დაეჯერებაო. მიწისქვეშა მაღაროებიდან მოპოვებული მადანი ითვლება მაღალხარისხიანად და ჰუმანის უბნის პერიმეტრზე აღებული ნიმუშები მიუთითებს მასზეც, რომ საბადო შეიძლება მართლაც იმაზე მასშტაბური იყოს, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი უკვე დომინირებს გლობალური ოქროს ბაზარზე. 2024 წლის დასაწყისისთვის ძვირფასი ლითონების მათმა სავარაუდო მარაგმა 2000 ტონას გადააჭარბა. ქვეყანაში განვითარებული სამთო მოპოვება კი გლობალური წარმოების დაახლოებით 10%-ს შეადგენს.